ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა რუსეთის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის განახლებული ვერსია შეიმუშავეს. მხარეები ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეხვდნენ. უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ დელეგაციები სამშვიდობო გეგმაზე მუშაობას გააგრძელებენ. დისკუსიებმა შედეგი გამოიღო. მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია, ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო გეგმა. 23 ნოემბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიულად წარიმართა და მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისივე განცხადებით არ არსებობს კონკრეტული ვადა, მაგრამ მათი მიზანი შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევაა. დღეს აქ ერთი მიზნით ჩამოვედით. საჭირო იყო ამ 28 თუ 26 პუნქტიანი გეგმიდან გააჩნია რომ ვერსიას აიღებთ, ის საკითხები გამოგვეყო, რომლებთან დაკავშირებითაც ღია დისკუსია მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ეს შევძელით. ახლა ცხადია, როგორც ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტებს ეკუთვნით. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თუმცა დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ეს დღე ნამდვილად ღირებული გამოდგა. ალბათ ეს ყველაზე პროდუქტიული დღე იყო იმასთან შედარებით, რაც კი ოდესმე ამ საკითხთან დაკავშირებით გქონია. შესაძლოა ჩვენი ჩართულობის მთელი პერიოდის განმავლობაშიც კი. თუმცა ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ. აქ ჯერ არ მინდა გამარჯვებაზე ან საბოლოო შედეგზე საუბარი. გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ ახლა გაცილებით წინ ვართ ვიდრე დილით შეხვედრის დაწყებამდე. მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც. მისი განცხადებით დელეგაციებს საგრძნობი პროგრესი აქვთ მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პირადად მის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მინდა დავადასტურო, რომ ამერიკულ დელეგაციასთან პროდუქტიული შეხვედრა გქონდა. პროგრესს ვაღწევთ და წინ მივიწევთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობა. ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამას. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს დიდ მეგობრებს, შეერთებულ შტატებს, პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მშვიდობის დამყარების პროცესში გამოჩენილი ერთგულებისთვის. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებული იყოს პუნქტები, რომლებიც უკრაინულ ხედვაზეა დამყარებული და კრიტიკული მნიშვნელობისაა. დღეს უამრავი შეხვედრისა და მოლაპარაკების დღე იყო. ეს იყო სატელეფონო ზარები, ბრიფინგები და კონსულტაციები. ჟენევაში უკრაინის დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრების სერია ამერიკულ მხარესთანაც და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთანაც. დელეგაციამ ახლახან წარადგინა ანგარიში მათი დისკუსიების შედეგების შესახებ და ეს იყო არსებითი საუბრები. ბევრი რამ იცვლება, ჩვენ ძალიან ფრთხილად მუშაობთ ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე. შვეიცარიაში მოლაპარაკებები გაგრძელდება და გუნდები პრაქტიკულად ღამემდე იმუშავებენ და მათგან დამატებით ანგარიშებს მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ წარმომადგენლებთან დიალოგი იყოს და არსებობს სიგნალები, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს. ჟენევაში 23 ნოემბერს მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან უკრაინული მხარე გააკრიტიკა. უკრაინის ხელმძღვანელობას ჩვენი ძალისხმევის გამო მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან კვლავ ყიდულობს ნავთობს, წერს დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით რუსეთსა და უკრაინის შორის ძალადობრივი და საშინელი ომი ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს დაიწყებოდა.